რომის პაპი ბენედიქტ მე-16 ვატიკანს იცავს. იტალიელი ებრაელები ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში მცხოვრები ებრაელების გენოციდის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათმა ლიდერმა მაშინდელ პაპს პიუს მე-12-ს ბრალი იმაში დასდეს, რომ კათოლიკების სულიერმა ლიდერმა გენოციდის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა. ბრალდებას ბენედიქტ მე-16-მ რომის მთავარ სინაგოგაში სტუმრობისას უპასუხა. პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანი ებრაელებს ყოველთვის იცავდა და მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა. ამასთანავე ბენედიქტ მე-16-მ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგიერთმა ამერის ტრაგედია ჯერ კიდევ ვერ გაანალიზა. ებრაელთა სათვისტომოს გააქტიურება ბენედიქტ მე-16-ს ინიციატივამ გამოიწვია. მისი გადაწყვეტილებით კათოლიკური ეკლესია პიუს მე-12-ს წმინდანად შერაცხვას აპირებს. ბენედიქტ მე-16 მეორე პაპია, რომელიც რომის სინაგოგაში მივიდა. ეს ვიზიტი კათოლიკებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობების დათბობად აღიქმება. ებრაელთა ზოგიერთი ლიდერი ვატიკანისგან პიუს მე-12-ს არქივის გახსნასა და დეტალურად შესწავლას ითხოვს. მათი აზრით, ეს ორი რელიგიის წარმომადგენლების სამომავლო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია.